ისევ ეს მესიჯები. ისევ ის ფსიქოპატი გწერს? ხო, ამჯერად რა მოგწერა? შენთან ცხოვრების გაცვლა მინდა, შენ გაქვს იდეალური ცხოვრება და მეგობრები. მალე ყველაფერი ჩემი გახდება. საშინლად ჟღერს. ამელკა ეს საშიშია. კიტი დამშვიდდი, კარგად ვიქნები. აჰა. და ის მანიაკი რომ გამუდმებით გწერს, კარგია? მე ბლოგერი ვარ, ბევრი ჰეითერი მყავს, რომლებიც ჩემ შეშინებას შეეცდებიან. ცხოვრების გაცვლა. რა შეიძლება რომ ნიშნავდეს? კარგი რა. არაფერს, იცი რამდენი ჰეითერი მწერს? ბევრი? კი, ბევრი. ყველას რომ მივაქციო ყურადღება, არხი არ მექნებოდა. ღირს ეს ყველაფერი ამას? რა თქმა უნდა, ნახე რამდენი გამომწერი მყავს. მათ უყვარვარ და გამუდმებით ალაიქებენ ვიდეოს. ამის გულისთვის ჰეითერების მოსმენა შეიძლება. გოლი. ამელკა სად მიდიხარ? ახალი კანსაცმელი მოიტანეს ჩემს საყვარელ მაღაზიაში. დარწმუნებული ხარ რომ გინდა წასვლა? რა თქმა უნდა. ამ ყველაფერს დიდი ხანია ველოდი. მე ჰეითერები? კიტი ისე მომას ბახსენებ? კარგი, ბოდიში, მე მაინც ვერ ვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება, მე მივდივარ. მე სამოვალ შენთან ერთად. კიტი, ვიცი რომ თამაში ტურნირი გაქვს. კი, მაგრამ თუ გეშინია? არ მეშინია, შვიდად ითამაში და წავალ. წარმატებები. ვინ არის აქ? ალბათ მომეჩვენა. ამელკა, დაემშვიდობა შენს გამომწერებს. მე გითხარი რომ ცხოვრებას გავშვლიდით. როგორც იქნა, ბავშვებს ნახავ და დაუმეგობრდები მათ. ვაიმე, რა უზარმაზარი ეზოა. ახლა მე მაქვს საკუთარი აუზი. ამელკა შესვლა იმაზე ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მე მძულს ზაღლები. რა ხდება აქ? ბერტა გაჩერდი. მომაშორე ეს ზაღლი, ის სრულჭკუაზე არ არის. უცნაურია, იგი მხოლოდ უცნაურებთან იქცევა ასე. დიახ, და მე ვარ ამელკა და ეს ჩემი სახლია. კარგი ამელკა, შედი სახლში რომ არ დაგიტრებოს. ზუსტად ისია როგორც ვიდეოში. ასაბო? არაფერი, ხმამაღლა ვფიქრობ. ისე სწრაფად დაბრუნდი მაღაზიიდან. გადავიფიქრე პროდუქტების ყიდვა. გარეთ ძალიან ცხელა. ხო, მაგრამ შენ ტასაზმის ყიდვას აპირებდი. ნუ მე ჩუბები, დავიღალე. დაისვედე ცოტა. კი, საძინებელში მიდივარ დასაწოლად. ამელკა, ეს აბაზანაა და არა საძინებელი. შენ რა, გარეთ გასვლის მერე ხელებს არ იბან თუ რა? კი, რა თქმა უნდა. ეს ოფისია და არა საძინებელი. გასწუნელი ვარ. აქეთ უნდა წახვიდე. ზუსტად, მადლობა. ის უცნაურად იქცევა, მზემ დაარტყა თუ რა მოხდა? სამეფოს საწონივითა. ახლა არ უნდა დამწვან რომ ნამდვილი ამერკა არ ვარ. Face ID მუშაობს. ძალიან კარგი, ახლა ამელკას მთელი მიმოწერების საკითხი შემიძლია. ჩემთვის და ამელკასთვის საჭმელს გავაკეთებ. თორემ მას აუცილებლად მოშვდება. ჯანტაბა ტელეფონის დამალვა მჭირდება. მოიცადე, ახლა ამელკა ვარ, არაფრის დამალვა არ მჭირდება. ამელკა დაისვენე უკვე? ცოტა კი, მე შენ საჭმელი მოვიტანე. ამელკა რატომ თამაშობ საჭმლით? ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, მე მძულს პური. მაგრამ შენ ადრე ჭამდი. ადრე ასე იყო, ახლა კი არ ჭამ.
კარგი, გასაგებია, გავიგე. შეგიძლია უბრალოდ თქვა. რაც მინდა, იმას გავაკეთებ. კარგი? კარგი. უნდა იცოდე რა მომწონს. ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და სხვათა შორის მეც მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე. არ გონია რომ ეს ნორმალური არ არის? რა სისულელეა. კარგი, უნდა წავიდე, ტურნირი მანე დაიწყება. გინდა შენთან ერთად ვითამაშო? არა, ეს თამაში ერთისთვისაა. აქ უეჭველი რაღაც ხდება. გამარჯობა ლუნა. პრობლემა გვაქვს. რა მოხდა? ანელკას რაღაც ჭირს. რისი ბრალია? ის ავად არის? დაურეკე ექიმებს. ავად? არა, ის რაღაც უსტაურად იქცევა. კონკრეტულად მითხარი რა ხდება? ის მოდის, აღარ შემიძლია ლაპარაკი. მალე მოდი. ვის ლაპარაკები მანდ? არავის. დავინახე რომ ვიღაცაზე ლაპარაკებოდი. ბართალია, მაგრამ არ მინდა გითხრა, საიდუმლოა. ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენ შორის საიდუმლო არ უნდა იყოს. ამელკა ეს საკამდე არასდროს გითქვამს. უბრალოდ ფიქრობდი რომ კარგი იქნებოდა ჩვენი დაახლოება. ჩვენ უკვე ახლო მეგობრები ვართ. ხო, მაგრამ მინდა რომ მთელი დრო ერთად გავატაროთ. ეს უსაურია. გამარჯობა, რა მოხდა? ლუნა, მართლა შენ ხარ? ძალიან მიხარია შენი ნახვა. გამარჯობა ამელკა, გუშინახეთ ერთმანეთი. რა იღბლიანი ვარ ამჯერა. ამელკა, კარგად ხარ? დიახ, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. კარგია რომ მოხვედი, გადავწყვიტე საუკეთესო მეგობრების დღე მქონოდა. საუკეთესო მეგობრების დღე? რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ მთელ დღეს ერთად გავატარებთ. მე დღეს კონსოლზე თამაში მინდოდა. ოსოლი უფრო ღირებულია შენთვის ვიდრე მეგობარი? გინდა მეწყინოს? არ მინდა. მაშინ მოემზადეთ. ახლა პიკნიკზე მივდივართ. უბრალოდ ცეცარს ავიღებ. გაინახე? რა დაიმართა მას? მე გითხარი, ის უცნაურად იქცევა. ბართალია, კარგი, მოდი უბრალოდ უყუროთ და გავარკვიოთ რა საპირებს იგი. ამიტომ მაშინვე ამბობს თუ რაიმე აქვს ხედველობაში. ანუ გინდა რომ მას პირდაპირ ვკითხოთ? არც კი ვიცი. აბა გოგოებო, წავიდეთ? მოდით წავიდეთ. დღეს ჩვენ გავაკეთებთ მეგობრობის სამაჯურებს. კარგი იდეა. აბა მათ ჩვენი აქ რა გაქვს? აი რეზინის გოლები. აქ არის სადგამი. აი ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. არის სხვადასხვა რაღაცეები, სამკაულები. მათი დამაგრებაც შესაძლებელია. მოიცა. ამალკა ეს ჩემი რეზინის ნაკრებია? არ ვიცი, რა მოხდა მერე? ჩემი ნივთების აღებამდე უნდა გეკითხა. არ გინდა რომ გავავიყენოთ თუ რა? არა, მაგრამ გონი ლუნას მეგობრობის სამაჯურების გაკეთება არ უნდა. ეს არ არის მართალი, ეს უბრალოდ ჩემი პირადი ნივთებია. სინამდვილეში მეგობრებს ყველაფერი საერთო აქვს. ანუ მეგობრები არ ვართ, რა თქმა უნდა ვართ. კარგი, ნუ ვიშვუებთ. ამელკა შემდეგ ჯერზე უბრალოდ ნებართვა ითხოვე. ყველა ვაკეთებთ სამაჯურს. და რა მნიშვნელობა აქვს ამ სამაჯურებს? ისინი ყოველთვის შეგვახსენებენ ჩვენს მეგობრობას. ეს სამაჯურები ყოველთვის უნდა ატაროთ და არასდროს მოიხსნათ. უნდა დავიძინოთ მათთან ერთად? რა თქმა უნდა, რა გეგონათ? რას ვაპირებთ ახლა? ახლა კი ტელეფონები გავცვალოთ. და რისთვის? დაიმახსოვრეთ, ნამდვილ მეგობრებს არ აქვს საიდუმლოებები. არ მიყვარს, როცა ვიღაც ჩემ ტელეფონს იღებს. მაშინაც კი როცა დედა იღებს, გიждები. დობის გარეშე ნამდვილი მეგობრობა არ არსებობს. მომეცით ტელეფონები. შესას მოგცემ? არა, ხო. რატომ უნდა ნახო ჩვენი ტელეფონები თუ შენსას არ ვნახავთ? იმიტომ რომ მეგობრობაში მთავარი მე ვარ. მეგობრობაში მთავარი? როგორ არის ეს? მე გაგაცანით ერთმანეთი და მე ვარ მთავარი არხზე. არა, ამელკა, ტელეფონს არ მოგცემ, წუხარ. კარგი, ამაღა მე თვითონ ავიღებ. ამას საერთოდ რა ქვია? თითქოს მას უსს გაარკვიოს ჩვენი ყველა საიდუმლო. კიტი მეჩვენება თუ საერთოდ არ არის ეს ამალკა. მეც, მაგრამ ის ამალკას გავს და იქნებ მას ვინმე აკონტროლებს? რას ფიქრობ? ეს ლოგიკურია. მაგრამ როგორ არის შესაძლებელი? ისმინე, ის დღეს გარეთ იყო გასული? სადმე ხომ არ გასულა? კი, იყო, მაღაზიამდე. რა მოხდება თუ მას რაიმე სახის ჩიპი ჩაუნერგეს მაღაზიაში? მაშინ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეს ჩიპი და ამოვიღოთ. და სად შეიძლება იყოს ეს ჩიპი? ალბათ შეურჩემელ ადგილას. ჩვენ ვერ დავინახავთ. ჩვეულებრივ თავში იდება ხოლმე. თმის გამო ვერ ვხედავთ. გასაგებია.
ამელკა რას აკეთებ? ჩემი საუკეთესო მეგობრების ფოტო ალბომი მინდა გავაკეთო. ძალიან საყვარელია. ასე რომ მოამზადეთ ქაღალდი და მაგრატელი. ამელკა, კარგი მეგობარი ხარ. მოდი ჩავეხუტოთ. კარგი. კიტი, რას აკეთებ? თმებს ვიფუჭებ. ხო, მან ყველაფერი გააფუჭა. მოდი მე გაგიკეთებ თმებს. კარგი, საუკეთესო მეგობრები ყოველთვის უკეთებენ ვარცხნილობებს ერთმანეთს. მე თმის რეზინებს მოვიტან. წავედი. მე სამაყვები. კარგი იდეა მოგივიდა. ხილად უნდა ვიყოთ ამელკას ხელში ყოფა პირველ რომ რამე არ იეჭვოს. ვერ უნდა შეგვამჩნიოს. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა მოვიქცეთ ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ეს რთული იქნება. უბრალოდ სადე. დიდი დრო დაგჭირდათ. ჩვენ შენთვის ყველაზე ლამაზ რეზინას ვარჩევდით. როგორი ვარცხნილობა გინდა? მაღლა ამიწიეთ თმები. აგიჯეთ თმა დავარცნოთ. არაფერია საეჭვო. მეც ვერაფერს ხედავ. გოგოებო, რას ეძებ ჩემ თავში? მან რამე მჭირს? არაფერი. მომეჩვენა რომ რწყილი ყავდა თავში. წყილი? ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ძაღლის გამო იყო. არა, ბერტას მუდმივად ამოწევს ვეტერინარი. და საიდან არიან მაშინ წყილები? სწრაფად მოიშორეთ. ამელკა, ის შენი საყვარელი ძაღლია. ლუნას ეს უბრალოდ მოეჩვენა. იქ არაფერი არ იყო. ჯობი არ ვიკამათოთ, მოდი წავიდეთ. კარგი, მე აბაზანის მიღებას ვაპირებ. როცა გამოვალ, მინდა ეს ძაღლი წავიდეს. ოკეი. ძევს გამოვზვერით. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? არ ვიცი, მაგრამ ჩვენ რაღაცას გავარკვევთ. ჩვენ არ ვაპირებთ მის გაგდებას, ხო? არა, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ მას დავმალავთ. გასაკვირი არ არის, რომ დღეს ამელკას უყებდა. მოიცადეთ. შენ ამბობ, რომ ბერტა ამელკას დაუყება? რა მოხდა მერე? ძაღლები პატრონებს არასდროს არ უყებენ. მაშინაც კი თუ ვინმე აკონტროლებს მას? ასეც რომ იყოს ძაღლი სულს მაინც ცნობს. ბერტამ ნამდვილად რაღაც იცის. ნეტა ლაპარაკი შეეძლოს. მართალია, ის ყველაფერს გვეტყვის. კარგი რა, ლუნა, შენც გაგიჟდი? გამოგონება მაქვს, ძაღლის ენის თარგმნელი. წავედით. აბა, უკვე მოიშორეთ ძაღლი? ჯერ არა. რატო? მე გითხარით, რომ არ მინდა აქ იყოს. ჩვენ მას ახალ ფლოდას უპოვით. ის არის მორჩილი ძაღლი და წყილებიანი. ახალ პატრონს ვეძებთ. გააკეთეთ რაც გინდათ, მაგრამ მე არ მინდა რომ ის აქ დარჩეს ამიერიდან. აქ არის. დარწმუნებული ხარ რომ იმუშავებს? არ ვიცი, უბრალოდ პროტოტიპია. მაგრამ ცდილობით არაფერი დაშავდება. ჩქარა წავიდეთ, დღეს ჩაკთან მაქვს პაემანი. კარგი რა, პაემანი? ტექნიკურად არა, უბრალოდ სასეირნოდ დამპატიჟა. ვაუ! პაემას ვერ გამოვტოვებ, ამიტომ ამელკასთან აჩერება მანე მოვაგვაროთ. და როგორ მუშაობს შენი გამოგონება? კარგი, ახლა საჭიროა ტელეფონთან დაკავშირება. ბერტა, მითხარი რა იცი ამელკაზე? კარგი გოგო. კარგი, გამოვიდა? თაგნას 1 წუთი დასჭირდება. კარგი, ისე უკვე მეგობრობის ფოტო ალბომი უნდა გავაკეთოთ. ახლა ცოტა დაკავებულები ვართ, ჩვენ ვეძებთ ახალ მფლობელებს ბერტასთვის. ეს არის შენს ხელში? რამეს მიმალავ? რატომ გჭირდება ეს მიკროფონი? არაფერი. არა, უბრალოდ სიურპრიზს გიმზადებდით. გვინდოდა მეგობრებზე სიმღერა გვემღერა. დიახ, ახლა სურპრიზი აღარ გამოგვივა. სიურპრიზი ჩემთვის? გოგოებო, თქვენ საუკეთესოები ხართ. თქვენთვისაც მაქვს სიურპრიზი. და რა, მართლა ვაპირებთ ახლა მეგობრებზე სიმღერა ვიმღეროთ? არა, რაღაც საბაბს მოვიფიქრებთ. თარგმანი დასრულებულია. და რა თქვა ბერტამ? მან თქვა, ეს არ არის ნამდვილი ამელკა. თუ ეს არ არის ნამდვილი ამელკა, მაშინ ვინ არის? და სადა ეს ნამდვილი ამელკა? უნდა გავალპიოთ. ნამდვილი ამერკა შეიძლება საფრთხეში იყოს. გეგმა გააქვს? ჯერ არა. ჯობია პოლიციას დაურეკოთ. და რა უთხრათ მათ? ძაღლმა გვითხრა რომ ამელკა არ არის ამელკა? კარგი რა. დიახ, მაშინვე საგიჟეთში წავიყვანენ. მართალი ხარ? კარგი, იქნებ მას უთვალოთ? უბრალოდ თხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვიცით რა შეუძლია მას.
ახლა ხედა რომ ეს არ არის ამელკა. განსხვავებული ვარსკვლობა, განსხვავებული ქცევა. მე უკვე ჟუანტელი მივლის. აქ ხართ და უკვე მოაბზადე სურპრიზი. და რა არის სურპრიზი? მე დავაყენე თვალთვალის პროგრამა თქვენს ტელეფონებზე. თვალთვალის პროგრამა? ახლა შემიძლია ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ თქვენს კამერას და მიკროფონს. ვაუ! და დაინახავ და მოისმენ ყველაფერს ასაც ვაკეთებ. დიახ, მაგარია არა? კარგი რა. ამაში მაგას ვერაფერს ვერ ხედავ, ეს მეტის მეტია. გაქვთ ჩემგან საიდუმლოებები? ყველას უნდა გქონდეს პირადი ცხოვრება. საერთოდ როგორ დაინსტალირე რაიმე ჩვენს ტელეფონზე? მე არ მომიცია ტელეფონი. როგორ გააკეთე? ჩემს საიდუმლოებებს არ ვამხელ. შენახავ თქვი რომ მეგობრებს საიდუმლო არ აქვთ. დაგავიწყდა, მე ვარ პასუხისმგებელი მეგობრობაზე და მე ვადგენ წესებს. ხელების დავანაშვაპიებ. კარგი, იმედია მე და უნდა რაიმეს მოვიფიქრებ და მათ ხო არა სახლიდან გავაგდებთ. ჩვენ გვექნება ყველაზე ნაბაზი ფოტოალბომი. ამელკა, მე მგონი ამ ბოლო დროს შენ შეიცვალე. დიახ, მე შევიცვალე, ახლა კი ასეთი დავრჩები, შეგუე. კარგი ხალხო, ჩაკთა პაიმანზე უნდა წავიდეთ. წარმატებები მისურვეთ. არა, კიტი, არსად არ წახვალ. რატომ? ფოტოალბომს ვამზადებ, დაგავიწყდა? ფოტოალბომი მოიცდის, პაიმანი კი 9 საათშია. მე უნდა წავიდე. ბიჭებმა ხელი არ უნდა შეუშალოთ მეგობრობას. შენ ამბობ, შეყვარებული არ უნდა მყავდეს? არ შეიძლება? დიახ, ისინი მხოლოდ მეგობრობაში ერევიან. არ ვეთანხმები. არც მე, კიტი, ასად არ წახვალ. არ გაგიშვებ. მორჩა ამელკა, დავიღალე შენი მოსმენით. არ მაინტერესებ რას ფიქრობ. ჰეი, ვინ ჩაკეტა კარები? მე, ახლა ჩემი ნებართვისკანაში სახლიდან არავინ გადის. ამელკა, შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება. ეს ჩემი სახლია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ჩვენ არ ვართ რაიმე სახის ცხოველი, ჩვენ გვაქვს უფლება წავიდეთ სადაც გვინდა. ჯობია არ გამაბრაზოთ, თორემ უარესი მოხდება. კიტი, ჯობია დარჩე. აი, კარგი გოგო. ახლა ავიღებ წყალს საღებავებისთვის და დავბრუნდები. შენ მის ხანეზე ხარ ლუნა? გინახავს როცა გაბრაზებულია? ის საშინელია. ჯობია არ მოახდინო მისი პოვოცირება. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? შემუშავებულია გეგმა? ცოტა მეთხას უნდა უთვალთვალოთ მას. გოგოებო, როგორ ამიხსნით ამას? ხელებში ბადით და სამაჯური დამავიწყდა. სამაჯურის დავიწყება მეგობრობის დავიწყებას ნიშნავს. კარგი რა, ამელკა. თუ სამაჯური მოიხსენი, ეს ნიშნავს, რომ მეგობრობაზე უარს ამბობ. იცი რა? დიახ, ველტოებ ჩვენს მეგობრობას. მე არ მჭირდება ასეთი მეგობარი. მე აღარ მინდა შენთან მეგობრობა. მოდი ჩემთან რაღაცას გაჩვენებ. და რა მინდა მაჩვენო? კიტი, არ მეგონა რომ ასეთი იყავი. როგორი? მოღალატე და მე ალპატიობ მოღალატეებს. გამიღე, შეგიზო. გამომიშვი აქედან. ხლაო, გამიშვი. შენ მას აქ გამოკეტავ? დიახ, მან ჩვენი მეგობრობა ბიცზე გაცვალა და დაისჯება. და რას აპირებ რომ გააკეთო? ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჩემი მტრები ყოველთვის იღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. ძალიან სასტიკად ჩლერს. ჩემთან ხარ თუ გინდა რომ მას შევუერთდე? რა თქმა უნდა, შენთან ვარ. მორჩა, დაივიწყე ეს მოღალატე. ის აქ შეება. ძალიან მინდა გარუჯვა. მოდი წავიდეთ აუზზე. არ გინდა წავიდეთ? მოდი წავიდეთ. გთხოვ, გამომიშვი. რა კარგია იყო ამელკა კარამელკა. სხვა ადამიანად ყოფნაც არ იქნებოდა ცუდი. ამელკას ბევრი ადამიანი იღავს, გამომწერებს უყვართ იგი. ო, პირსახალცი დავავიწყდა, ახლა დავბრუნდები. კიტი, როგორ ხარ? ლუნა, როგორ ციქნა? გამომიშვი აქედან. მოიცადე, მე ვიცი სად არის გასაღები. შემიძლია დაგეხმაროთ? თქვენ იცით როგორ უგალატოთ თქვენ საუკეთესო მეგობარს? ვიცით რომ შენ ჩვენი მეგობარი არ ხარ. დიახ, შენ არ ხარ ამელკა. თქვენ მიხვდით? კარგი რა. რა თქმა უნდა მიხვდით, ეგოისტივით იქცევი. ნამდვილი ამელკა ამას არასდროს არ გააკეთებდა. ამელკა არასდროს გაფასებდათ. შენ გვაფასებ?
ვცდილობ, რომ თქვენი საუკეთესო მეგობარი ვიყო. ალბათ არასდროს გყოლია მეგობრები. დიახ, მაგრამ მე შემიძლია ვიყო მეგობარი. ის აღასტენა დავადა. დააბრუნე ამელკა. ის აღარასდროს დაბრუნდება თქვენთან. სად არის ის? მე ამას არ ვიტყვი. და რას აპირებ ჩვენთან ერთად? ერთ კვირას მოგცემთ, რომ გონს მოხვიდეთ და ისევ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით. ჩვენ არ ვართ შენი საუკეთესო მეგობრები. ჩვენ შენ არც კი გიცნობთ. იქნებ ერთ კვირაში დავმეგობრდეთ. მე მოგივლით. საჭმას მოგიტანთ, ძალიან მზრუნველი მეგობარი ვარ. ვა, რა მზრუნველი ადამიანია. კარგი გოგოებო, მე ვაპირებ ტელევიზორის ყურებას. თუ რამე დაგჭირდებათ, დამიძახეთ. მორჩა საქმე ცუდად გვაქვს. ამელკა ვერ განავარჩინეთ და ჩვენს დაგვიჭირეს. დამშვიდი, პანიკაში ნუ ჩავარდები, გავარკვევთ რამეს. ვინ არის ის მაინც და რატომ გავს ასე ამელკას? ყველაფერს გავარკვევთ, უბრალოდ მოთმინება გჭირდება. როგორ ვაპირებთ აქედან გამოსვლას? დამეხმარე რაღაცის პოვნაში, თმის სამაგრია ხრახტიანი რაღაც. ან სხვა რამე. კარგი. ვენაფერი ვიპოვე. და მართლა ვაპირებთ აქ ჭრობას ერთი კვირა? მე მაქვს გეგმა. ჰეი, ამელკა. მე ძახდი? ჩვენ დავფიქრდით და პატიება გვინდა რომ გთხოვოთ. გვაპატიე. შენ ნამდვილ ამელკაზე ბევრად უკეთესი ხარ. დასალყარაკო? აშკარაა, როგორ აფასებ მეგობრებს და ცდილობ რომ უფრო ახლოს იყო მათთან. მიხარია რომ მიხვდი ამას, მაგრამ თუ ფიქრობთ რომ გამოგიშვებ, ძალიან ცდებით. არა, არ გაგვიშვა. ჩვენ ვართ დამნაშავეები და ვიმსახურებთ დასჯას. შემიძლია მხოლოდ რაღაც გთხოვო? ძალიან წყურია. შეგიძლია მომიტანო წყალი? კარგი, ერთი წამი. ეს აიყო? ეს არის ფსიქოლოგია. მე წიგნები წავიკითხე. დიახ, კარგია რომ გიყვარს კითხვა. როგორც კი კარს გააღებს, უფრო ძლიერად დააწექი და არ მისცე უფლება დახუროს და მე მას დავიჭერ. დასაგებია. ახლა ვაპირებ კარის გაღებას, მაგრამ სისულელე არ გააკეთოთ. რა თქმა უნდა, არაფერს არ გავაკეთებთ. მოყალატეები ხართ და მე დაგიჯერეთ. კიტი აირა თოკი. ოკეი. კარგი, ახლა გითხარი სად არის ნამდვილი ამელკა? მე გითხარით რომ მას ვერასდროს ვერ ნახავთ. როგორ დაემსგავსი ასე ამელკას? მე არაფერს გეტყვით. თუ არ გვეტყვი სად არის ამელკა, ბერტასთან ერთად ისხორებ გალიაში. ჩაგკეტავთ. ამ ძახთან ერთად? არავით არ შემთხვევაში. მაშინ ილაპარაკე. ამელკას თუ დააბრუნებ, გაგიშვებთ. საქსი წახვალ. პირდებით? თუ მომატყუებთ, საქმე ცუდად გექნებათ. პირდებით. კარგი, ყველაფერს გეტყვით. ამელკა, კარგად ხარ? დიახ, მადლობა გოგოებო. ამელკა, გოგოებო, წარმოდგენა არ გაქვთ რა ვნახე. გითხარი ყველაფერი. ეს გიჟი მეცნიერი ადამიანის კლონებს ზრდის და მას შეუძლია თავისი გონების მათში გადატანა? დიახ, ძალიან შემზარავი იყო. მეგონა ამას ვერ გაარკვევდით. ჩვენ თითქმის მაშინვე გავარკვიეთ. თქვენ რომ არა, სამუდამოდ იქ დავრჩებოდი. კარგია რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. დაანდრევად ზეიმობ, ლაბორატორიაში ყველა ჩვენი მეგობრის კლონი დავინახე. ჩემიც დაინახე? შენიც და ლუნაციც, ალისასიც და ლეოსიც. ო, რა კოშმარია. მაშინ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეგობრებო, როგორც ჩანს, წინ ბევრი თავგადასავალი გველის. ასე რომ გამოიწერეთ არხი და დააწკაპუნეთ ზარზე რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. და არ დაგავიწყოთ ვიდეოს მოწონება. ჩვენ მას სწორედ თქვენთვის ვიზებთ. ნახვამდის ყველას.